სალამ მეგობრებო, რიგით მერვე პოდკასტით დაგიბრუნდით და ტრადიციულად მე ვიწყებ ლაპარაკს, როგორც ყოველთვის. ჯელტმენურია თუ სიზარმაცით გამოვდის არ ვიცი. არა, მე ვეღარ ასწრებ ვერაფრის ხმას, მე რო ერთვები და მინდა რომ სადღაცა შენი ხმაც გაიგო. აჰა, ხო, რა თქმა უნდა. მე უკანა ფონზე გადავდივხარ. მარიანა, უმშვენიერეს მარიანა. ჯეისონ სტეთემი, ზედმეტსახე და წლევანი. მინიმუმ ტემოდან გამოწერილი ჯეისონ სტეთემი. საიდან? თემუ და ეხა ის თენგიზი და რა ვიცი შენი ჭირი. ხო, თემა გვაქვს ძალიან საინტერესო, უაღრესად და ესეც აქტუალურია, რა თქმა უნდა, და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი თემა არის. აბა გამოიცნონ თუ იტყვი. ხო, არა, ცოტა რთული იქნება ამის გამოცნობა, არ გაწვალებთ. ეს თემა არის ავტორიტეტი. აი, რა ისანი მოდის ვაიბები, რა ფიქრები მოდის ადამიანის ავტორიტეტი, ხო? ავტორიტეტი ჩემ ბავშვობაში ქურდს ნიშნავდა. ხო, ანუ რაც თუ გამეკო იქ ხო ავტორიტეტია და. აჰა, მე და შენ ორივე დენიკინის როინდელი ხალხი ვართ. ავტორიტეტი პირველი ასოცირდებოდა ეს ქურდული სამყარო იყო. მე ავტორიტეტი იყო, მამაო, სასულიერო პირი, ავტორიტეტი იყო ვიღაც ესეთი კაშკაშა პოლიტიკოსი, რომელიც უცებ გამოხდებოდა და მე ისე ჩაქრებოდა და ასე შემდეგ. ავტორიტეტი, რავი, ყავს ოჯახში, არის ოჯახი ხო, მაგალითად 5-10 კაცია და იქ შენ რომ მიყვებოდი, მე მგონი პოდკასტშიც იყო ეს რაც იმაზე რო ქონდა ლაპარაკი ქალთა ძალადობაზე თუ არ ვცდები, რომ აი ეს უნდა მოვიდეს მამაკაცი, გაჯდეს სუფრაზე, მანამდე არავინ არ ჭამს. კი, მაგას. ხო, ანუ ოჯახში ზირთად ავტორიტეტები იყვნენ. საუბრობთ ხაცა, ხო, ანუ მამა, ბაბუა, მამრობიც ეს წარმოადგენენ. ხო. ანუ ოჯახს უკვე ავტორიტეტი ყავს, მე გადიხარ უბანს ავტორიტეტი ყავს, მე გადიხარ ქალაქს ავტორიტეტი ყავს, ქვეყანას ავტორიტეტი ყავს და სოფლიოს ავტორიტეტი ყავს და ნენევა ის ავტორიტეტების ისინი იზრდება რა, შენთან ერთად იზრდება ავტორიტეტები. ხო, ერთი სანამ უბნამდე გავოთ, მანამდე ბაღი არის, სკოლა არის, სადაც იქაც არის ავტორიტეტები, მასწავლებელი და ჩემ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში ხო სკოლის დირექტორი. ხო. ჩვენ შემთხვევაში სასწავლო ნაწილი იყო. ყველას გიშინოდა სოსო ჩამოივიდა. ხო. სოსო ალბათ უსმენ თქვენ. ხო, ანუ ავტორიტეტი იყო ძალიან, იყო რამოდენიმე მასწავლებელი, რომელსაც აი ძალიან კაცრი იმიჯი ჰქონდა და ესეც საინტერესო ამბავია, რომ ავტორიტეტს აუცილებლად კაცრი იმიჯი უნდა ჰქონდეს, ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს რა. აი ავტორიტეტი, რომელიც ძალიან ისე მხიარული და მასხარატიფი არის და მხოლოდ რაღაცა ხუმრობაში არ ვერ იქნება რა. მე ავტორიტეტის ერთ-ერთი მხარეა და რაღაც სრულფასოვანი ავტორიტეტის, მაგრამ პირველი ფიგურა ავტორიტეტის და ის რაც ჩანს თვალნათლივ არის აი სიმკაცრე, რაღაცა ესეთი ჰაბიტუსი და მორჩილება და რა ვიცი, უპირობო გაგება თუ როგორც არის. კი, დავიწყოთ თვითონ ავტორიტეტებით, მოდი ჩვენი ქვეყნიდან დავიწყოთ. შორს რატო წავიდეთ? და რა სარგებლობა მოაქვს ავტორიტეტს და რა არა სარგებლობა? ძალიან საინტერესო, ანუ შეგვიძლია ეგრეც რო გავშალოთ ეს თემა. რომ ჩვენი ქვეყნიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ უხვად აქვს ეს ავტორიტეტების ამბავი. არ არსებობდა ეპოქა და დღეს ის გავიმიჯნოთ, რომ ავტორიტეტი აუცილებლად კარგ ადამიანს არ ნიშნავს. ხო, არა, ფენო აი მთელი მუღამისა თემას ჩვენ დღევანდელი პოდკასტის ეგ არო აი რა არის კარგია, ცუდია, რა მოაქვს, ვინ არის და რა არის კონკრეტულად სახელები თუ არ გვაინტერესებს, ხო? იმიტომ რომ ბევრია საკმაოდ, ეხლა ვერ დავივით და თუნდაც იმ ოჯახებში არსებულ ავტორიტეტებს ეგრე პიროვნულად ვერ ნახავ. ანუ შეარსებული ავტორიტეტები შეგვიძლია ჩამოყოლოთ, მე ხო იცი. მაგის მეტი რა არის. ხო და რა, კაია თუ ცუდია რომ ეგ არსებობს. თუ მანდაც სადღაცას ის არის რა, ოქროს შუალედი, რომ თან კარგია, მაგრამ თან უნდა იცოდე რა საკამდე, რა პერიოდამდე, რა რჩევამდე ამინიმუმ კაი, რომ აი კაია თუ ცუდი არის რა. არის, ანუ ჩვენ მაგას ვერ გავიგებთ, ანუ მაგას ისტორია აფასებს, ისტორია გვეუბნება, რომ აი ხო იყო ავტორიტეტი, მაგალითად, აი ყველაზე უფრო გამოკვეთილი დავით აღმაშენებელი იყო, თამარ მეფე, ეს ოქროს ხანა, რასაც მივტირი ვართ დღემდე და რა ვიცი, ვერ მივახციეთ.
და იყვნენ ვიღაც გავგიორგი, აკი ჭამიათი ტიპი იყო რა, ესეთი ნიკნეიმები ჰქონდათ, რომ ანუ ავტორიტეტი იყო ის შეიძლება იქ რაღაცა წლისთვის კონკრეტული, მაგრამ ქვეყნისთვის ვერ იყო და დააქცია და ნუ გააპარტახა ქვეყანა რა. შესაბამისად ისეს ავტორიტეტი იყო და თამარმეფეც ანუ სიმკაცრე აი მაგიტო ვიძახი რა ეს ავტორიტეტის ატრიბუტები, ავტორიტეტი ატრიბუტები. სიმკაცრე ნომერ პირველი რაღაც ეს ეგამბავი, ლაპარაკი, აუცილებლად ეს ქარიზმა აუცილებლად იყო. ხო, ქარიზმა. ჰიტლერი სასწაული ავტორიტეტი იყო. ანუ აი ქარიზმა ქონდა, მაგის რა ჩანაწერებს დღემ აი როცა ვუსმენ, ხო ვერ იგებ რას ამბობს ისე ჩქარა ლაპარაკობს თან და აი იმ ხელა ემოციით ლაპარაკობს, რომ იქ რო ვიყო, ალბათ მეც წავიდოდი აი ეს შტაირივით, რომ კი, ამან მითხრა. ხო, აი გააქ რა, აი რაღაცა აქ, ანუ სტალინიც ხო ავტორიტეტი იყო. სტალინს ჰქონდა სიმკაცრე, ჰიტლერს უფრო, ანუ კაი ხო კაცრი არ იყო და აშენას კი არ გულს, ანუ ესე რა, ესე რო დავდოთ, შევადაროთ სტალინი დამჯდარი, სერიოზული ტიპი და ის რაღაცა ქარიზმა ტიპი რა. ხო. ჩემი აზრით ჰიტლერის ამბავში სამყარომ ძალიან დიდი მსახიობი დაკარგა და ნეტა იწასულიყო. იქეთ. სამსახიობო ამბავში. ამ ხატრობას მიწოლოდა ისე. ხო, ხატავდა კიდევაც და ხო, ანუ აბსოლუტურად და სტალინს ეწერა ის რაღაცეები წერალი მაინც ყოფილი. აი რაღაცა გააძრე ხა შენ, ანუ ჩვენ გვინდოდა რომ ჩვენიდან დაგვეწყო, მაგრამ აი ხა რაც მოგადგა ყველაზე უფრო თვალნათლივ ჰიტლერი და სტალინი. ორივე ავტორიტეტი, ორივე ბელადი, ორივე რა ვიცი. წინამძღოლი და აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპი რა, ინდივიდუალი. მიშა და ბიძინა. ხო, მიშა და ერთი მიშას ქარიზმა ნამდვილად ჰქონდა. მიშას ქარიზმა ნამდვილად ჰქონდა. კი. აი ეს რაღაცა და ავტორიტეტი იყო, ბიძინა მიშასგან განსხვავებული, დამჯდარი, წყნარი, აი ესეთი სერიოზული სახით, ანუ ერთი მკაცრი იყო, მეორეც ახლა მიშას მკაცრი იყო თავისთავად, მაგრამ ანუ ერთს ქარიზმა ჰქონდა როგორც ჰიტლერს და მეორე მკაცრი იყო როგორც სტალინი რა, ახლა მაგეთ კი არ ვადარებ, მაგრამ. ხო, ანუ აქ ავტორიტეტების იმიჯებზე ყვა ლაპარაკი რა. ხოლმე ეს იმიჯების თვითონ აი ამაში მთელი მუამი ისაა და საინტერესო ავტორიტეტის ამბავში, რომ თვითონ ეს კეილა მოიწყინა. ანუ ხასიათები მეგობრებო. თავი ჩამეიხჩო. კი, მეგონი სულები ყავს, მაგრამ აი არაფერი. შეიძლება ავტორიტეტები გამოიყვნენ, რომელიც ავტორიტეტური სული გაგვიბრაზდა. და ეს მე ვიცის ვიბრაციები, თუმცა ჩვენ ესეთ ექსტრემალურ სიტუაციაში არ შევწყვიტავთ, ხო, აი ბიძინა და მიშა. აი მიშა რომ ახსოვს რომ მოვიდა, ნამდვილად ყველა გიждდებოდა. აი რაღაც ხალხი აი ეს რო მე ვიყავით 11 წლის, ყველა გიждდებოდა. ანუ მიშას პლაკატები ქონდათ, მართლა უყვარდა, მართლა ლოცულობდნენ მაგაზე, აი ანუ მთელი საქართველო იყო შეშლილი რა რაღაცნაირად, რომ ანუ აი წმინდა, ლამის წმინდანაც და მე დაჟე ისტორიის წიგნში მე რო წამოვიზარდეს დაჟე რა იყო არის? სორით რო ჩავარასო დაჟე რა მაგარი. რო ის არ ქვია. ისტორიის წიგნში უკვე ბოლო წლებში სადღაც მე-19 კლასში არ მახსოვს, მაშინ ჯერ კიდე მიშას როა და მიშა ისწავლებოდა ისტორიულად როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აღმავალი ეპოქის დასაწყისი რა. შედარებებით რა აღმაშენებელი და კი, მაგას წიგნში ისტორიის წიგნში ვსწავლობდით. როგორი აღმაშენებელია მიშა? ხო, ანუ ეგ ცალკე საკითხია კიდე ავტორიტეტს მე თვითონ ხალხი, მედია და ასე შემდეგ რა იმებს მიაწერს, რა ლეგენდებს და მითებს და ნუ ეგ არის უკიდაგანო ფენომენი და რაღაც ოკეანეა, რომელსაც შეგვიძლია ცოტა შევცუროთ და აი გავაგზავნოთ. ახლა მიშა მე მაგალითად მეც ანუ შენ ცოტა დიდი ვიყავით. 1-20 წელი. ხო, მე და მიშა კლასელები ვიყავით. ხო და ანუ რაღაცა ისეთი მუხტი მქონდა რა, მეთქი საღოლ რაღაცა სოელის ავიდა, დრომოჭმული ეპოქა, მოვიდა ადამიანი. ჯერ მარტო იმის ნახვა რა დღიდა, იმ მოხუცებს რო ეხუტებოდა და რო ტიროდა. აი ხა მაგის ავთენტურობა ეგ ნაღდია, ნამდვილია, მეორე საკითხია, მაგრამ იქ იმდენად ასრულებს ტიპი რა, რომ აი შენ სტირი ხარ, რაღაცა იმაში ერთვები და ანუ აი აქ ავტორიტეტის ერთ-ერთი შტრიხი და ხაზი იკვეთება, რომ განახებს, რომ შენიანია. ანუ შენსავით რაღაცა ტკივა, შენსავით ტირის, შენსავით გულაჩუყებულია და ანუ უკვე შენ იმას იგებს გონებას, შენ რაღაც ანუ შენ იმის მარტო შიში კი არ გაქვს. უკვე შიში შეიქ სიყვარულს თემაში გამოწვევ, ანუ მარტო შიში კი არ, უკვე სიყვარულს, ანუ ყველანაირად
გიპყრობს რა მარტო რაღაცით კი არის იმ კაცთან თითის და ეგეც შეუძლია მაგასაც შვება განაარშვება მაგრამ თან აი ძალიან საყვარელად გისრულებს რომ აი მე ძალიან შენიანიო შენი ოჯახის წევრი ვარ და გიყვარს აი ეს გალენჩებული ხარ და გიყვარს ანუ ამბივალენტური რა ეს ორმაგი დამოკიდებულება თან გიყვარს თან გეშინია ხო და აი დავიწყეთ რა რეალურად ავტორიტეტზე ლაპარაკი საიდან მოდის ვინ გიყვარს და ვისი გეშინია სუთავიდან სუთავიდან ანუ რო დავიბადე თუ ამ გადმოსახედიდან სუთავიდანს მეკითხები სუთავ რო დაიბადე აი ვინ არის პერსონა ადამიანი რომელსაც ადამიანი მამა იყო ჩემთან ავტორიტეტი ხო მშობელი ანუ ავტორიტეტის პირველი წყარო არის მშობელი ანუ გინდა არ გინდა გარდაულ მშობელი გამძლელი რა ვინც არის ხო მანდაც ავტორიტეტები მანდაც რაღაცნაირად დაალაგებულია იცი რომ აი ავტორიტეტი ხო მშობელია დედა და მამა ჩემ შემთხვევაში ორივე იყო მაგრამ მამა იყო შედარებით ჩუმი მიუწვდომელი მკაცრი ავტორიტეტი რომელსაც გამოუვალ სიტუაციებში თხოვდი დახმარებას და დედა იყო მხიარული პოზიტიური სიყვარულით ანუ ვისთანაც აი ესე უხეშად რო შევადაროთ რა ეს ყვანაერი ავტორიტეტი ვისთანაც აი უფრო გემეგობრება ავტორიტეტი რა და აი მანდაც რაღაცა ბალანსი იყო დაცული ერთი ძალიან მოსიყვარულე იყო მეორე ცოტა მკაცრი იყო რა აი მანდაც ერთი მარტივად მიღწევადი იყო მეორე ცოტა მიუღწეველი იყო და ანუ მანდაც ეს ავტორიტეტიც კი რაღაცნაირად დაალაგებული იყო რა უკვე ოჯახში ხო ანუ ეს გარდაუვალი ამბავია რაც არ უნდა ვიღაც ძალიან ესეთი ანარქისტი დაუმორჩილებელი ტიპი იყოს ყველა გადის ავტორიტეტის ფაზას ბავშვობიდან რომ მე უბრალოდ რომ შია ხო და აი ასეთი რომ დავხოხავ და ჩემ არანაირი შანსი და საშუალება არ მაქვს რომ მოვიპოვო საკვები თუ აი საჭიროებები მიმართავ დედას მამას რომ აი მაჭამეთ რაღაც მომიარ და შესაბამისად რომ დახოხავ მაგას ამბობ ხო ეს საკვები რომ მივიღო ხო უნდა დავემორჩილო იმიტომ რომ აი რომ მეტყვის ის რომ შენ კარგად მოიქეცი ის პირში არ ჩაიდო ის რაღაცა არ შეჭამო და რაღაცა ვემორჩილებით შეიძლება ძალიანაც არ მინდოდეს ამის გაკეთება მაგრამ ვიცი რომ ის არის საკვების და რაღაც უსაფრთხოების გარანტორი შესაბამისად ანუ ავტორიტეტი იბადება რაღაც საჭიროების შედეგად ხო აი მე უკვე მე აქედან გასული მიჩვეული როცა ვარ ამ ავტორიტეტს ხო და მეუბნებიან ხო შემდეგ შეხვედრა ავტორიტეტთან სადმაკ ბაღში ან სკოლაში ბაღში მივდივარ აი მასწავლებლებს დაუჯერე ხო უკვე ხდება რომ მასწავლებელი ხდება ხო აი აქ არის მთავარი მომენტი აი აქ არის ჩემი აზრით ყველაზე გარდამტეხი მომენტი და აი ავტორიტეტის აცდენა და ავტორიტეტის სუდად მოხმარება რა ადამიანის მიერ და რატო ანუ რაც თქვი რა აი დაიმორჩილე მასწავლებელი არანაირ ცნობას არ მაძლევს არაფერს არ მაძლევს უბრალოდ მეუბნებიან ადამიანზე რომ აი ეს მასწავლებელია ის დირექტორია და დაიმორჩილე რატო იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს რა და მე ვფიქრობ რა ესეთი ყველაზე ცუდი ავტორიტეტის ეპოქა ადამიანის ცხოვრებაში იწყება როცა გადის ამ იმიდან მაგრამ ეს გასვლაც გარდაუვალია რა მოდი მე ოპოზიცია ვიქნები ამჯერად ხო ეგ ისაგვარ მიხედავთ იმისა რომ გეთანხმები თან მაინტერესებს მეორე მხრიდან რომ შევხედოთ რომ თუ ბავშვი არ ემორჩილება სკოლაში მასწავლებლებს რაც ეხლა ბოლო წლებში ქაოსურად ხდება ეგ და მასწავლებელს არ აქვს ბავშვს რომ თუნდაც ხმა უწიოს და ისე დაიმორჩილოს თუ სიხიმილით ვერ იმორჩილებს ან ოთახიდან გააგდოს ან რა ვიცი უკვე იქნება ქაოსი და მე რო ხედავ რომ ყველა რაღაცნაირად მე შეიძლება ძალიან წყნარი ბავშვი ვიყო მაგრამ რო ხედავ რომ ყველა რაღაცას კივის წივის და არავის რეაქცია რა აქვს მოდი მაშინ მეც არ ჩავაბარებ მეც არ ვისწავლი და უკვე მეც ჩემშიც ეს ამბოხი იზრდება რა მანდაც რა სადღაცას აი ოქროს შუალედი უნდა იყოს რომ მე არ უნდა ჩავშალო მინიმუმ ის დრო როცა მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს რა გაკვეთილის პროცესი არ უნდა ჩავშალო მანდაც თუ არ დავემორჩილები უკვე ქაოსია და ვიღაცა ვერ მიიღებს განათლებას რაც ძალიან საჭიროა მაგრამ თუ მე აი ესე დავემორჩილები გამოვალ რობოტი და აი რა უნდა ქნას მაგ დროს ავტორიტეტები სად უნდა წავიდნენ სად უნდა გადალაგდეს ხო ძალიან საინტერესო და კაი ის არის კითხვა და კაი მადლობა მარიანა ამ კითხვისთვის ხო მადლობა მარიანა ამ კითხვის და დაპირისპირებაში რომ აი აქნას ხო ხო რა ეს ბავშვები შეცვლიდნენ ერთად ჭყივიან კივიან აუც ანგრევენ ქაურობას და ხა მასწავლებლები შემოვიდეს და ესე იყოს არაფერი არ გამოვა ხო არავინ არ გაჩუმდება იმ მასწავლებელსაც გადაუვლიან
მაგრამ აი ეს მომენტია, რომ ანუ დისციპლინაა, ხო? ანუ გვაქვს ეს, ანუ ეხა იმაში რომ წავიდე, რომ საერთოდ სკოლა არის საჭირო და ის, ნუ სხვაგან წავალ და შეიძლება ხალხმა თქვას, რომ ეს კაციო ფსიქოლოგიაში ყოფილი და სულ გაგიჟდაო. მაგრამ ანუ ჩემია თუ რადგან არის მოდი გავყვეთ მაგ ლოგიკას და რა უნდა გქონდეს. კაი, ხედავ რაღაც არეულობა, ქაოსია, მასწავლებელი ვარ. შევდივარ, რომ მინდა რომ დავამშვიდო რა. შეიძლება რაღაცა იმას დავარქვა ხელი ან რაღაცა, რომ დავაშოშმინო. მაგრამ აი ამის იქით თუ ეგ იმიჯი შევინარჩუნე, რომ რაღაც ესე ვიყო რა. აი გარი ზუსტად ავტორიტეტის თვისებას მარტო ხალხის მხრიდან დანახულა თვითონ ავტორიტეტი რატო ყალიბდება და სურვილი რატო მიჩნდება, ხო? დავარტყი ეს ხელი, გაჩუნდა ეს ბავშვები და დამემორჩილნენ და მე დავიმახსოვრე რომ ამით არა მარტო გაჩერება შემილია ამ ბავშვების, არამედ დამორჩილება. აი ზუსტად. როცა მორჩილება ემატება და მორჩილებას თხოვს ადამიანი, მე ხდება ავტორიტეტი, თორე ხა ვიღაცა რომ მოგით მაგალითად მარეგული რებელი რო დგას ან რაღაც შუქრიშანი არ მუშაობს და მეუბნება რომ აქ წავიდე. ეხლა მე რო არ დავემორჩილო და იქი წავიდე, ხო? აბსურდია, იმიტომ მეუბნება რომ ესეა საჭირო, რომ სადღაც არ გადავარდე და სწორედ წავიდე. ანუ ესეც ეგ არ არის მორჩილება, რომ მე მინდა რომ არასწორად მორჩილება და საინტერესო ეს უნდა გამოყოთ აუცილებლად და შევეხოთ რომ არსებობს რაღაცა ტიპის ტექნიკური მომენტები, რომელსაც ავტორი ან ემორჩილები, დამორჩილების დონეზე, მაგრამ ხდება იმიტომ რომ წესრიგი იყოს რა, რაღაც ქაოსში არ აღმოჩნდეთ, მაგრამ ანუ ფსიქოლოგიურად და სულიერად, მოდი ესე ვთქვათ რა, სულიერებაში და ცხოვრებაში გასაჭიროა ავტორიტეტი და ანუ ვის აქვს იმის რაღაცა როგორ თქვა ეს უფლება არა უფრო ამბიცია რო თქვას რომ მე მეორე ადამიანზე იმაზე მეტი ვიცი რაც თვითონ ხები ანუ აიქიდან აი ამ ავტორიტეტზე მექნება მე ყველაზე დიდი აქცენტი ხო და ანუ რო გავყვეთ მაგ ამბავს სკოლის მოვიდა ეს მასწავლებელი რაღაცა მე ვეუბნებიან რომ აი უნივერსიტეტში ვიღაც ლექტორია, დეკანი არის, იქ სამსახურში. უნივერსიტეტში ნახე, მანდ უკვე ავტორიტეტები, შენ რო იზრდები, შენი რაღაცებიც იზრდება რა, გონებრივი შესაძლებლობები მინიმუმ. და იქ უკვე ხვდები, რომ სკოლაში თუ ცოტა მეტად გეშინო და რაღაცების, მე ხვდები, რომ უნივერსიტეტში ესე, იმიტომ რომ დიპლომი აიღო შვილოს ჩაბარებას არ გულისხმობ რა, რო აბარებ, რო გინდა რომ რაღაცა იცოდე. მე ხვდები, რომ შენ იმ ლექტორს თუ არ მოусმენ ანუ ინფორმაციას ვერ მიიღებ, მინიმუმ დავალებას ვერ დაწერ და მინიმუმ საგანი შეგეწენება და კიდე მინიმუმ უნდა იმუშაო, ანუ ოჯახი უნდა შეაწუხო, რომ აი ეს რაღაც შეტენილი საგნების ფული გადაგიხადოს და ანუ მაშინ რას აკეთებ? კი. ხოდა ეგ მან ნენელად ვსვდება ავტორიტეტი. მან უკვე ცოტა სხვანაირ ავტორიტეტში გადავდივართ რა, აი უნივერსიტეტიდანვე ჩემი აზრით რა, რომ აი უკვე უნივერსიტეტში რო ხარ, მე უკვე რაღაცები იცვლება ავტორიტეტის კუთხით და ვეღარ არის ის უნივერსიტეტის ლექტორი, დეკანი, შეიძლება მშობელიც კი ისეთი ავტორიტეტი ვეღარ იყოს და გახდეს ავტორიტეტი ვიღაცა საერთოდ სხვა ადამიანი, რომელსაც არაფერი არ ესაქმება მაგ სფეროში, მაგრამ შენთვის ეგ გახდეს. მაგრამ ყველაზე ცუდმე ავტორიტეტში მაინც ის მგონია, რომ აი ბრმად, ანუ ბრმა მორჩილება მგონია, რომ აი ესეთ ბრმად თავს უქნევს, ყველაფერში ეთანხმება და აი ეს მას, ანუ შეიძლება ის ტიპი, ვინც ავტორიტეტია, საერთოდ არ არის ცუდი ადამიანი, ცუდი თავის პროფესიაში ვინც არ უნდა იყოს და აი რავი. მაგრამ ის მასა მე ხდის იმას ცუდ ადამიანად, ბევრი წაქეზებით ეგ ერთი. და იმან თუ თავისთავად დაძლია და ცუდი ადამიანი არ გახდა, ანუ ისეთი მასა ყავს შემოკრებილი, რომ ანუ არ გინდა რომ შენ ის ავტორიტეტი შეიძლება შენ ცოტ ყოფილიყო ოდესღაც ავტორიტეტი რა, ნორმალურ პირობებში, მაგრამ რო ხედავ როგორი აი მართლა ზომბი ადამიანების გარშემორტყმა ყავს. ირგვლივ რომ მე აღარ გინდა რომ შენც იმ ერთ-ერთ ზომბთაგან იყო და რაღაცა რჩები აქეთ. და უკვე ეს და ავტორიტეტებული ხალხი მე შენსკენ იწყებს აი ესე ეჭვის თვალით ყურებას რა რატო და აი რატო და ხო იმიტომ რომ შენ არ მომწოხა რომ იმის გვერდით გახარ თორე ის ძალიან მომწონს მაგრამ ისეთი ადამიანებით გახართ იმის გვერდით რომ აი არ მინდა საინტერესო არის აი ეგ ტყუილზე გადის რა რაც გაშალე ხა შენ ანუ ეგ თემა არის ძალიან საინტერესო ისო თვითონ ეს ავტორიტეტიც არ არის თქვათ ძალიან კაი მდგომარეობაში იმხრივ რომ მუდმივ იმას მოითხოვენ, ანუ მუდმივ რაღაც ასწავლებს, მუდმივ
აქტიურობას ამ ავტორიტეტისგან. ისე მოქცევას როგორც მასას აწყობს. ხო, ისიც ბოდიში ცხოვრებას ინგრევს და რაღაცები შეიძლება არ უნდოდეს ისე გააკეთოს, მაგრამ უკვე მასისთვის მისაღები ხდება ის ავტორიტეტი რა. ანუ თავის თავში უკვე ავტორიტეტს კარგავს. ხო, აი ჩვენ ავდექით და დავსვით ავტორიტეტი და მორჩა სხვა გზა არ აქვს იმას. ხო და აი ამ მთელი მუღამი რომ მარტო ანუ ორმხრივისაა. ანუ ავტორიტეტი თვითონ აქ ცალკე აგიჟებს მასას და მასაც ცალკე იმაშობა ავტორიტეტს ანუ ცეცხლს უკეთებს რომ არა შენ უეჭორი შენ უნდა გაგვიწყweni და შენ უნდა ასე შემდეგ და აი მაგ ამბავში აი ყოველთვის ვფიქრობდი და მაინტერესებდა რომ საიდან წარმოიშვა რა აი რომ გავყვეთ რაღაცა სკოლას კი არა და აი ძალიან გადავარდეთ რაღაც პრეისტორიაში სადაც ესეთი კომბლები გვეჭირა და ნუ აი სამ მოდი ასე ვთქვათ რომ 2-3 ადამიანი დადის და რაღაც მოხდა ან რაღაც მეხი ჩამოვარდა ან ნადირი დაესხა თავს და ერთ-ერთმა აიყო და ეს ჩაარტყა ეს კომბალი მოკლა. ანუ ეს მეორე უყურებს ვა ეს რა მაგარი ტიპია. და მაქედან წამოვიდა? დიდი ალბათობით მე ესე მგონია რომ ვიღაც რაღაც გამბედავმა აქტმა ხელი შეუწყო რომ მე რაღაც ვიფიქრე რომ აი ამდენი ხანი რომ ეს ნადირი ჩემნაირებს ჭამდა და გვემუქრებოდა ამ ტიპმა აიღო რაღაც ის ჩაარტყა თავში და მოკლა. ანუ იმის არ იყოს პრომეთეს მითის ხო? ვიღაცამ ცეცხლი ჩამოიტანა, ვიღაცას ცეცხლი აქვს. ცეცხლი თუ აქვს შესაბამისად მასთან ყოფნა უსაფრთხო არის. ხო? გამარჯობა შენ. ავტორიტეტის ერთ-ერთი კიდე ის მიწერილი თვისება, რომ მასთან ყოფნა უსაფრთხოა. ხო. ანუ მისილგული თუ იქნებით, მატლი იქნება თუ ხვავით, აი ბიზნესზე რო იყო, ხო? ხო. მოვა და აი ფულებს დაგვირიგებს. რამდენს კონდა ის, ხო? ძალიან ბევრს კონდა ის მომენტი, რომ აი მოვიდოდა ბიზნესა და იმიტომ რომ რაღაც ბიდარი კაცი იყო, ავტორიტეტი იყო, სადღაც ისინი გაუკეთებია ქალმოქმედება, ამ ავტორიტეტიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ესე მოიქცეოდა. რაც ორ საქმეში და არ ყოფილა ასე. მე ძალიან მინდა შევეხო. ხუნა შევეხოთ. თუ არ შევეხოთ. საქმეც მაგაშია რა, აი ჩვენთან რა. ანუ მოდი რა შევეხოთ რა. ვის რაში მჭირდებით, აქედან დავიწყოთ და მოდი ჩვენი ასე დავაფიქსიროთ, ეს ხო. პირადი იმიტომ რომ ეგ რა ხდის სიდან პირადი რაღაცები ვერავინ ვერ დაგვეკლებს აქედან ხო რის რაზე შეხებაც გინდა ხო აი ეს არის მასიური ავტორიტეტი ეგ არის ყველაზე დიდი ავტორიტეტი ჩემი აზრით და ყველაზე უფრო რაც რომელსაც დროს გაუძლო და რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით არაფერზე არაა დაფუძნებული და ხო მე მასით დავიწყებ რაც ახლა ეს დღეები ხდებოდა მასაში როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. ანუ რა ხდებოდა ხალხში, აქედან დავიწყოთ. მე ხალხის მასა ვიქნები. აქეთ მხარი. ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლია, რომ ყველაზე მინიმუმიდან დავიწყებ. იდგეს მაღაზიის რიგში 5 წუთი. ხო ძალიან დიდი დროა. და მაგალითად მოლარეს რაღაცამ გაუჭედა, ან დიდი რიგია, ვიღაცა სამსახურში ანეჩქარება, ან უბრალოდ ეზარება დგომა და სად არის მეორე ოპერატორი თუ მოლარე თუ რაღაცები და აი პატარა გოგო ბიჭებს მართლა აფარებენ თავზე ყველაფერს, აი შეურაცხყოფას აყენებენ, იმიტომ რომ არ შეუძლიათ რომ 5 წუთი იდნენ რიგში, ხო? 5 წუთი ძალიან დიდ რიგშიც კი არ უმდგარ ვარ პირადად, კარფურის რიგშიც კი 5 წუთზე ნაკლებში გადიხარ რა, რა ვიცი, აი საუკუნოვანი რიგი რო. და ეგ ადამიანები 8-9 საათი ან მეტი დგანან რიგში. ეგ ერთი პრობლემაა, რომ უკვე ძალიან აბსურდს ვეჯახებით, რომ აქ შენ მოყვას, რასაც ღმერთი გასწავლის, რომ გიყვარდეს მოყვას შენიო. ანუ მოყვას აყენებ შეურაცხყოფას, რომ იქ იდგე. ეგ ერთი. მეორე, მიყავს ჩვილი პატარა ბავშვები 8-9 საათი და თუნდაც ვიღაცები 7 საათში გამოვიდნენ და მაგით რო პატაოდნენ, ანუ 7 საათი დგას რიგში პატარა ბავშვთან ერთად. თან ეხლა არც ხელა გარეთ, არც ყინავს, მაგრამ ნუ საკმაოდ ცივი ტემპერატურა იყო, რომ აი ბავშვ აი 7 საათი დგომა ბავშვი კი არა მე გამიჭირდებოდა და ბავშვი კიდევ უფრო ანუ აიძულებ ბავშვ მისთვის გაურკვეველ რაღაცის გამო დაიტანჯოს. ეგ ორი. ამ ყველაფერს ადამიანები მასის ნაწილი მიდის, რომ აი ეს ყველა მე ვერ წარმომიდგენია, რომ პანაშვიძე სადმე წავიდე, ჩართული ვიდეოთი და წრეს რომ ვარტყავ, რომ მიცხოვრებულს პატივი მივაგო და რა პანაშვიდის ფერის შევასრულო, რომ ვიდეოს ვუღებ მიცვალებულს. ანუ ეგ ხო სრული აბსურდია, აი. ანუ რატომ მიდიხარ, რომ მეც ვიყავი აქ. და აუ მე უფრო მეტკინა ვიდრე შენ. ეგ მესამე. ამ ყველაფერზე ვიდეოების ჩაწერა, რომ აი როგორ უნდა დავდგეთ, ანუ უცებ რო კონტენტი შექმნა ხალხმა რა მაგაზე, რომ აუ. ეგ მეოთხე.
და ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს გარდა იმისა, რომ პოსტავენ, წერენ, რომ აი ნეტა არ იქნება შესაძლებელი, რომ სხვა ქალაქებშიც მისი ნაწილები გადმოვიდეს, ან სხვა ქვეყანაში რომ მოვილოცოთ, ანუ კანიბალიზმი ხო არის ეგ, რომ ადამიანი დაჭეხო და აი ეს დაანაკუწო და გადააგზავნო სხვადასხვა ქვეყნებში. ეგ ხომ ეხუთე და მთავარი, ანუ ხალხს ჩემი აზრით ძალიან ეგონა, რომ თუ იქ მის შორი ახლოს ჩაივლი და მგონია რომ ეგ წარმოადგენა ქონათ, რომ აი ნუ ზუსტად იმ ჩაყოლებაზე და იმ ტერიტორიაზე და იმ ზემოთ იქ იყო მადლი. და ის მადლი გადავიდა მათზე, ვინც ძალიან კარგად კისკისებდა, იცინოდა და მთელი ამბავი იმ რიგებში. მადლი გადავიდა მათზე და ჩვენ ის ადამიანები, ვინც სახლში ვიყავით და იმ რიგში არ ჩავდექით, ჩვენთან მადლი ვერ მოვიდა. და ეს გამოისახაო ფოტო, რომ ხო გაჭვენე? აი ღრუბებს გადაუღო ფოტო და ანუ სასწაულია გამოისახვა. ანუ ეს უკვე ეს აღარ არის, ანუ ავტორიტეტი კი არის, უკვე ფანატიზმია. და აი ეს ხალხი უნებლიეთ, მე მინდა მჯეროდეს, რომ უნებლიეთ, რომ 1,500,000 კაცი რო იყო ჯამში გასვენებაში რაღაც დღეს ვნახე ეგ. რომ იმათგან მინდა მჯეროდეს, რომ 500,000 მაინც არის ნამდვილად მორწმუნე და არა ბრმად მორწმუნე, რომ იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ბიბლიაში პირველი ეგ წერია, რომ ღმერთზე მეტად არავინ არ უნდა შეგვიყვარდეს. და ეს ხალხი ეკლესიაში არ დადის. 1,500,000 ადამიანი ეკლესიაში საერთოდ არ დადის, არ ლოცულობს. ეკლესიურად არ იქცევა, აქედან დავიწყოთ. ეკლესიაში შევალო ხო არ არის ღმერთი, არის ეკლესიურად მოქცევა, რომ ვიღაცას მივუტევო, ვიღაცას ვაპატიო, ვიღაცას ბოდიში მოვუხადო და იმან მაპატიოს, ვიღაცას ლუკმა გავუყო, ვიღაცას რავი გული გავუყო, კარი გავუყო, აი მთელი სიყვარული არის, ანუ ქრისტე ხო სიყვარულია. ხო რელიგია ეგ არის, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ. და ეგ მასა ის 1,500,000 საერთოდ არ ცემს ერთმანეთს პატივს და ასაკუწად დაძდევენ და ერთმანეთს ხოცავენ და აი ყველაფერს შვებიან და ეგ არის აბსურდი, რომ ეს 1,500,000 ადამიანი მიდის რისთვის? ანუ ავტორიტეტისთვის მიდის თუ როგორც უწმინდესის და უნეტარესის დასაფლავებისთვის, ანუ თვითონ არიან აჭრები, ანუ მან ხო რელიგია არაფერ შუაში არ არის, მე ვერ დავიჭერებ, რომ აი ყველა, ანუ შეიძლება ვიღაცები მართლა იყვნენ კაც გამონაკლის ხო, ანუ მაგრამ აი რავი 80% არ იქცევა რელიგიურად, აი ზუსტად ვიცნობ ადამიანებს, ვინც იქ იყო. იმათი ნაწილი იქცევა, მაგრამ უფრო მეტი ნაწილი ვინც იქ იყო, არ იქცევა რელიგიურად, ცხოვრებაში არ იქცევა რელიგიურად. საშიში ადამიანებიც კი არიან და ის იქ მიდის. ეს იყო ჩემი კომენტარი. დებს ბაზრო, რამდენი ხანი გიყურე? მართლმადიდებელი ვარ, ჩემი მე გადაო რა, სამბაცი. ახ თავი გადაირჩინე. ოპერატორი სად ჩავქოლოთ რა, ამდენს ვაბაზრებთ რა, ხო არ გადაო. თავი გადაირჩინე. თავი არ გადაურჩინე. რა ზედაგაცი აქედან დავიწყო. ხო. ეს არის, არ ჩანს, მაგრამ კარგია თუ არ ჩანს. უნდა მეთქვა რა, აი უნდა მეთქვა რა, ანუ ვერ დავიწერდი. აი მე მაგაზე წინა რომ ძალიან ნაწყენი ვარ ყველაფერზე. წინა პოდკასტში შევეხე, არ ვიცი რა თემა იყო. მოკლედ, ანუ ღმერთი თავისთავად ავტორიტეტია და მაგაზე ხა დიდათ არ გავშლი. მაგრამ ვიტყვი ერთ სიტყვასაც. მოკლედ, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ათეისტები არიან, მორწმუნეები არიან, აგნოსტიკოსები თუ აი უბრალოდ ავიღოთ ესეთი მომენტი. დაუშვათ, არის ღმერთი, მოვდივარ მაგ აზროვნებაში და ღმერთს აქვს რაღაც მესიჯი. რომ მესიჯი, აი ხალხო ესედეს. მარიანა, ლევან, თეკლე, პეტრე რაღაც სათქმელი მაქვს. აი რატო თუ ყოველი შემძლე, აი მოდი ეს სუფთა ლოგიკის მივდივარ და არანაირი რაღაცა ინტერპრეტაციობა და რაღაცა ისენი არ მინდა რომ დავიწყო. სუფთა ლოგიკით ყოველი შემძლე, ყოველი ცოდნე აბსოლუტი ღმერთი და გაუჭირდა ისე რომ ვიღაცა მესენჯერები აი ეს მოსე, აბრაამი თუ მუჰამედი იქი და აი ვიღაცა ეს ხალხი დაჭირდა რომ მესიჯი მოეტანა ჩვენთვის. ხო, აი ეს ხო აბსოლუტი, აი ეგ არის ავტორიტეტი. არა ის რომ ღმერთი არსებობს და ვიღაცის წმენას ვებძვით და რაღაც. ის რომ ტიპი, ცოცხალი ტიპი და მით უმეტეს შენ რაც თქვი რომ პირველი მცნება თუ მანდა ქრისტიანი ვარ და ბიბლიას მივდევ და მიყვები რომ წერია რომ არა შექმნა პირველი კერპი ჩემს გარდა და სხვას არ ეთაყვანო, ხო? რატო გვაქვს ყველგან ეხლა მანდამაინც არ არის მაგ თემაზე ლაპარაკი რომ გინდათ ხო რაღაც პატრიარქები. იქით ვიღაცა არის მდუმარე ფერია, აქეთ ამჯდომარეა, იქით წამოწოლილია, ვიღაცა კრეშნაედია თუ ვიღაცა არ აქვს, ანუ ავტორიტეტს მაგიტომ ვიძახი რომ იქნება ეს რაღაცა
სხვა იმის რა ქვია წმენის თუ იმის რაღაც რელიგიის ბუდისტი იქნება თუ გინდას ათეისტი რა მოდი ეგრეს ვთქვა მე რო გამოვიდე და ის დავიწყო ხალხის ისა რა ქვია შენჭრევა რომ ღმერთი არ არსებობს და რაღაც ცალკე სექტა ჩამოყალიბო სადაც ვამტკიცებ რომ ღმერთი არ არსებობს იგივე აბსურდი აბსოლუტურად ხო ანუ რაღაცა ანუ წარმოდგენა არ გვაქვს რაზე გვაქვს ლაპარაკი და ისე განვაადამიანეთ და რა ვიცი თაყვანი ვეცით და აი ჩერასაც ლაპარაკობ მე უბრალოდ აღარ შემილია და სოციალურ ქსელებს აღარ უყურებ რა აი გავიხედე და ის დავინახე გამოისახა იქ რაღაცა ის ბავშვი რომელსაც წარმოდგენა აქვს არანაირი რა ვიცი წმენდა ჯერ ხო არ არის შვილები ცნობიერ ძილი რო უნდა და მოსვენება ხო აი რაღაც მიმყავს აი არანაირად არ გასხოვდება იმ რიტუალისტიკისგან რაც იყო ოდითგანვე და ის კომბლები რო გვეჭირა ხელში და რაღაც მეხი რო ჩამოვარდებოდა და გვეშინოდა აქაც ადამიანი თავის რაღაც იმის დასაკმაყოფილებას სიმშვიდის უსაფრთხოების ხო მე რო იქ მივა მეგონია რომ მათ ყველას ეგონა რომ მირონის ხარამი ანუ აი ის რაღაცა ძალა და აი რწმენა და ცოდვები ჩამოერეცხებოდა თუ აი მგონია რომ მასა მასიურად იმიტომ მიაწყდა უფრო რომ არა ის რომ გავაცილო ბოლო გზაზე ხო რომ ისე ვამბობ რომ ნაწილზე ანუ ყველაზე ესე არსებობს მაგრამ უმეტესობა იმიტომ რომ აი მათ გონიათ რომ ღმერთმა დაინახა ეს ზევიცის კრესლოში დაინახა რომ ილია მეორეს ეს მივიდა და ამათ ეს ცოდვები მოდი ჩამოვუჩოთ ხო ხო და აი ეგ აბსურდი კიდე შენ გითხარ ერთ-ერთი ძალიან ისეთი ბრძენი კაცი იყო stand-up კომედიანტი ანუ კომედიანტი იყო იდეაში მაგრამ ჩემზე დიდი ფილოსოფოსი იყო და მოაზროვნე კაცი ეს რაღაცა სამბობს და ნუ ესე ეგეც იმ ჭეშმარიტებაზეა დამოკიდებული რომ არსებობს ტიპიო სადაც როგორც რელიგია გვასწავლეს და არა თვითონ მართლა რაც არის რელიგია და ეს რომ მაქსიმუმში არ ჩავიდეთ მართლა არის რაღაცა ენერგია რომელიც რაღაცა ცხოვრებაზეა დაფუძნებული და ყველასთვის ინდივიდუალურია მაგრამ ის რომ რასაც გვასწავლის რა ტრადიციულად რელიგია ტიპი ზის სადღაც წვერებიანი ბაბუა ღრუბლებში ეს დიდი ის აქვს ვეული და აი გვიყურებს რა აი ამან ეს რა აი ამან იქ რა პირჯვარი არ გადაიწერა იქ იმან რაღაცა ესექნა იმან იქ რაღაც პური მოიპარა ამან ესექნა ისექნა და ანუ სულ აღრიცხავს რაღაცას და თუ რაღაც არ დაიცავ მის წესებს რომელიც მოგცა ანუ რაღაც სპეციალური ადგილი აქვს რომელსაც ჯოჯოხეთია ხარშავს რაღაც კი ეშმაკი ხარშავს მაგრამ მისინებითი კვარტები იტანჯები სამარადისოდ და ანუ ეგ არის მთელი ამბავი რა ხო და ვერ ხვდები რა ანუ და ამავდროულად აი ხო ეს ფინალდა ამავდროულად რა ვიცი უპირობოდ უყარხ როგორ ახლა თუ გუფში ჩამაგდო იმიტომ რომ მაგაზე კიდე გამახსენდა რა ის უნდა ვთქვა აი ვერ მართლა ჩავქოლეს ეს კი მოსწევს სადღაც ჩადის ტიპი და კათოლიკე მისიონერი თუ რაღაცა და ამ ეს კი მოსწევს ელაპარაკება რომ აი ესე არსებობს ღმერთი არსებობს რაღაც წმინდა წერილი რომელიც ამ ღმერთზე და რაღაცა იმაზე საუბრობს ხო და ეს კი მოსეკითხება რომ თუ არ ვიცითო მაგის შესახებ მაინც ჯოჯოხეთში მოხდებით და რაღაცა არა თუ არ ვიცითო პრობლემა არ აქვს მაშინ რაღაც გვეუბნებოდიო რა გინდოდაო რა და ღმერთის როგორც ესეთი რა ზოგადად არის უპირველესი ავტორიტეტი მე აი ბავშვობიდან რომ წეღარ ვლაპარაკობ რომ მე მაგიტო ვკითხე ავტორიტეტი რომ ვიბადები ადამიანი თუ და შე რა ადამიანი მე ღმერთი უნდა მეთქო იმიტომ რომ ღმერთი აუცილებლად ავტორიტეტია ხო და მე ანუ მაგ სტადიებზე მაგ ლაპარაკი აი ბავშვობა გავიარე რაღაც მშობელს გამოვეყავი ანუ ეხლა ოდესღაც ხო დაგტოვები მშობლები ან რაღაც მოხდება სიტყვა სადაც გადავედი საცხოვრებლად და ეს ავტორიტეტი გამომეცალ ხელიდან აი მე შემოდი ზუსტად ღმერთი რომელიც მიწესრიგებს ცხოვრებას რომელიც მიყურებს მუდმივად ზრუნავს ჩემზე რა ვიცი ამაგი აქვს ჩემზე და იმედს მაძლევს ხო იმედს მაძლევს ანუ მშობლის გაგრძელებაა რა ცოტა ფროიდიანული არის მაგრამ ნუ ეგრე დიდი მამის ისა მაგასაც ვიტყვი მოკლედ ანუ ესეთ თეორია აქვს იმ აუცახსენებელ ფროიდს რომელსაც ან ორწმუნე ხალხს ძალიან არ უყვარს ანუ დიდათ არც მეგვიждები მაგრამ არის აი ხა რასაც უყურებ ამ განვითარებულ მოვლენებს რომ აი იყო ერთი ტომის წინამძღვარი ბელადი რომელსაც ყველანაირი უფლება ჰქონდა ყველაფერზე
ქალზე, დოულათზე და ასე შემდეგ, კარჩ მაგის იყო რა ყველაფერი, განგსტერი იყო რა. და ყავდა შვილები, რომელიც შვილებიც აი ესე შურით უყურებდნენ, ვერაფერს ხელს ვერ ახლებდნენ და ამის იყო რა ბურთი ამოედანა. მე ოდესღაც ხელში ამოასხა და მოკლეს ეს ბელადი. და აქედან მოდის ეგ თეორია, რომ აი მე მუდმივ სინანული, აი მუდმივად შიში ვარ, აი ესეთი რაღაც წარმოგიდგენია, რომ აი შენ აპრიორი ცუდი ტიპი ხარ, აი მის წინაშე ხარ, აი იმ ავტორიტეტის წინაშე, დამნაშავე, რაღაცა არარაობა, რომელსაც უნდა გეშინოდეს, კოცნო და აი შიშიდან სიყვარული შექმნა კიდე როგორ ხდება, აი არ ვიცი და იქნებ ფილმი გამო. არა, ჩვენ გვაქვს კაცო შიში შეიქმნის სიყვარულს. ხო, აი ძალიან ისეთი საყურადღებო ისაა, რომ როგორ შეიძლება შიშმა შეიქმნას სიყვარული. აი ხო და აი ხალხს აი ზუსტად ეგ ეშლება ხო აი წმენას იმას კიდე არ მივდივარ და რაღა არ მიდიხარ გადაუარე ხელსოფლიოს ვისაც წამს მე მაგალითად შეიძლება რაღაცამ წამდეს უარ იყოს რაღაცა მაღალ მატერიალური მაგრამ წამს უბრალოდ და ამის გამო ვიღაც თავს არ ვაჭრი ან არ ვაჭანჭყარებ და ხო და აი პროსტა ერთი რაღაც უბრალოდ ერთი რაღაცა უნდა თქვა წამს ხო და მაგას ვიძახი ანუ შენ მეც წამს რაღაც ვიღაც ყველას წამს რაღაც მე რო ავდგები და შენ რო ასე გიყურებ წეღანასო რას ქვია შენ ის არ წამს რაც მე წამს მე ყრეჭა მაგ და ერთი სული მაგ რო აი რაღაცა და გეცე რა ხო და აი მაგაზე მაგ ლაპარაკი თორე წმენის გარშ ადამიანი ვერ იარსებებს ხო ელემენტარული რო იღვიძებ რაღაცის წამს რა ხო და ნუ ავტორიტეტზე ლაპარაკობს აი ანუ ეგ ავტორიტეტი არის ერთ-ერთი არ ვიცი აი შენ როგორც დაიწყე და თქვი რა სარგებელი მოაქვს და რა ხო რა დაგვიშავა რა ესე ვთქვათ ამ პოლიტიკურზე ეთქვით რომ პოლიტიკურ სარგებელი არ გააჩნია არა არც არანაირი დაწყებიდან აი 2-3 კაცი კომპლექსო და დარბოდა და ვიღაცა საარჩევნო იმით მივიდა იქიდან დაწყებული პოლიტიკურს არანაირი აი აბსოლუტურად არანაირი სარგებელი არ ქონია გარდა იმისა რომ იწყებენ ომებს გაუთავებლად ჭამენ აი არ ყოფნის შენ გამუშავებს იმიტომ რომ თვითონ ჭამოს ბევრი თვითონ ქონდეს 15000-იანი ხელფასი ანუ ემსახურებოდეს ყველაფერი. ხო და ზნაურობა. თავადებს გლეხების მიწები ჩემია, მომიტანე სარგებელი. ხო, რა სახებია შეცვლილი რა, ხო, დეპუტატი, ადრე იყო ისა, აზნაური. ანუ ხა მე თვითონ ვირჩევ რომელმა შეჭამოს ჩემი ფული. მეტი არჩევანი გააკეთა. ხო, არჩევანი მაქვს, ეგ არის გიждები დემოკრატიას, ანუ სხვა შერს ეგ ძალიან კაი ქონდა იმავაც ახსენებას ნათქვამი, რომ ანუ დემოკრატია ეს არის, როცა ორი იმბეცილის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისო რა. და მანდ არის რა სადღაცას რომ ეს მასიური ხროვა აი რაღაცით უცებ აი კარტოფილები ამოვიდათ თვალებში დაერორდნენ და всё ჩემ ნაიცხოვრო იმ კარტოფილების ეპოქაში მოგდა ჩემ და საკებრათ უნდა თქვა რა კავკასიელები რომ არასოდეს არ ყოფილა არც ერთ არჩევნებზე და მაგაზე აი რა ვიცი მომენტავს რომ შენ ვარ და დიხარ იქა და ქვეყნის ბედი кайხანე გადაწყვეტილია кайხანე მე ხა ბოლოს ვიყავი გამწარებული წასული ასე რომ ეგ ილუზია მეგობრებო, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე არ ვჭამარი. ვერაფერი ვერ შეცვალა იმ საარჩევნო უკანასკნელზე. რა თქმა უნდა, არ შეიცვლება. 4 კაცს ქონდა მარტო 36 შემოხასული. გიჩმიეცი. ხო, აბავისთვის მიმეცა. მიო. აბა სხვა ალტერნატივა არ მქონდა, ანუ ალტერნატივა არ მქონდა და მეთქი მართლა ყველას ხო არ გადავხასავ და გიჩნაიეც. არა, რატო გიჩნაიეც? ხო და ანუ კიდევ ყველაზე უფრო თვალნათელი რა, აი რაღაც მაგათ ფანია რომ ახლა იმას ის ვარ როგორ რა. უბრალოდ კაი ტიპები არიან. ხო. იმენა ტიპებს მივეცი ხმა არა პარტიას ტიპებს. ხო რაღაც პონჩი რაღაცებს ვაზრობენ რა ისიც. ცოტა რო გაგიხართ, ანუ საინტერესოს რა. ხო და აი მე როგორც 30 წელს გადაცილებული ფსიქოლოგიაში ყოფილი კაცი, რაც თავი მახსოვს ამ ავტორიტეტების, ანუ დაწყებული იქიდან, ეს გამსახურდია იყო, მე შეურნაძე იყო, მე მიშა, გრიშა, ბიძინა, რა ვიცი და აქ იფხარეს კიდე სასულიერო ავტორიტეტი. ანუ ჩვენ ეგეც მაგ იმას აქვს ახსენებელ ფროიდს არის ლაპარაკი, ნათქვამი რომ ხალხი ირჩევს აი დიდი მამის არ იყოს ვიღაცას გააკერებს ეთაყვანება ბიბლიაში არის სხვათა შორის როცა იქ ის მოსი არის ღმერთი რომელსაც ექსკლუზიურად ელაპარაკებდა რომ როცა ადის ამ მთაზე ცნებები რომ უნდა ჩამოიტანოს ეს ხალხი უკვე რაღაც ხბოს აშენებს რა, ხო აგო, ოქროსგან და თაყვანისა. ანუ მასას ჭირდება თაყვანისცემა რა, არ აინტერესებს ის იპარავს. რატო ირჩევს ხალხი? ეგრე ავტორიტეტს. იმიტომ რომ საკუთარი პასუხისმგებლობებიც შეტენოს იმათ,
რომ რამე თუ არ გამოდის შენი ბრალია, რატოა ჩემი ბრალი გაანძრიე ხელი და გაცურავ მართლა ბოლო-ბოლო თუ იხჭები ხელს თუ გაანძრავ გაცურავ. ხო ნეც რა არის. და ეგ არის რომ მე მჭირდება ვინმე ვისაც ჩემ შეცდომებს აი ამ სიტყვის ურულმშობლობით შევტენი და ის აგებს პასუხს ჩემს ნაცვლად რომ მე იმას ანუ შეიძლება 10 კაი საქმე გამიკეთო, ერთი გააფუჭო და ის 10 არ მემახსოვრება, ის ერთი ცუდი მემახსოვრება და მაგის გამო მართლა ჯვარზე გაგაკრავან, კოცონზე დაგწო, იმიტომ რომ რას ქვია. იმიტომ რომ მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ საკუთარ დაშვებულ შეცდომაზე მე ვაგო პასუხი და მირჩევნა რომ შენაგო რა, რომ აი რა მე იმან მითხრა და დავუჯერე, ანუ რატო დავუჯერე, როცა მეუბნება რომ ეს მინა არ არის და ეს რა ვიცი, რკინა, მინიმუმ ხო შემიძლია რომ დავინახო რომ არა, შევეხო, დავაკაკუნო და გითხრა რომ არა და მე რომ აი, იმიტომ რომ ფიქრი მეზარება თავს გიქნევ და მე რომ აღმოვაჩენ რომ ეს მინა გადხდა, უი, ლევანმა მითხრა და მისი ბრატი. ხო და აი შუა წელში კულმინაციას მივოდექით იმ ხრივ რომ აი ავტორიტეტი რატო ჭირდება ადამიანს. ეგ არის ხო მთავარი კითხვა. ავტორიტეტი რანაირ როგორ მაგაზე შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ. ხო. რატო ჭირდება ადამიანს? ანუ ეგ რაც შენ თქვი ერთ-ერთი მთავარი ფაქტი ეგ არის რომ პასუხისმგებლობას ვიხსნი და ნებისმიერ აი ზუსტად მაგიტო ვიძახი ეს დინამიკა რა, რაც გვახსოვს ხო, ეს რამოდენიმე პრეზიდენტის სულა თუ ლიდერის და ასე შემდეგ. არის მაგის ის, რომ აი ვიღაცა აუჩიეთ, გაგიჟებულები ვართ და ეს ვინ არის რაღაცა და მე რაღაც აღმოჩნდა რომ აი თურმე ესე არ ყოფილა, მოდი ახლა ეს გადავაგდოთ ან ჩავქოლოთ. და ჩვენ წარმოდგენაში სხვანაირი ადამიანია, ეგეც ხო, არის. ან რაღაც ისე რაღაც ღმერთის იმიჯია ხო, რომელიც მოვა და ესე რო გააკეთებს, ყველაფერი დაგვილაგდება რა. ანუ რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მე ჩემ თავზე არ მინდა პასუხისმგებლობის აღება. აი ეგრე გამოვიცვალეთ ერთი 10 კაცი და რა ვიცი, ზოგი ხმალი და იმით ჩავქოლეთ, ზოგი რა გაუშვით. ასე ანუ მოუკალით თავი მოკლა შევტენეთ და რა ყველაფერი გავაკეთეთ. ხო, ანუ ყველაზე. არ ნიშნავს, კაი და ცუდი არ არის მან. ჩვენი საქციელია მან, რომ რაღაცა არ მომეწონა და პური და სანახაობა. ხო, ანუ ხო ავტორიტეტს ახლავს თან სისხლი, მე მოვინანიებთ ზუსტად აი იმ თეორიის მიხედვით, რომ აი მოვინანიებთ და ახლა ახალი ავტორიტეტი ჭირდება რა. ხო, აბა რა. კიდევ ვინმეს უნდა ახლა რა პასუხი ასე ხო, კიდევ ვინმეს უნდა შევტენო. და პასუხისმგებლობასთან ერთად მეორე უმთავრესი ფაქტორი, რატო საჭიროებს და რატო აქვს სურვილი ადამიანს რომ ყავდეს ავტორიტეტი. მე არ ვიცი, მან იცის. ანუ მან იცის, მე არ ვიცი. გაურკვევლობისგან შიში. ანუ მე შინია რომ აი ყველაზე უფრო ფუნდამენტურად რომ მარტივად გავიგოთ რა, რაზე გვაქვს ლაპარაკი. აი მე შინია სიკვდილის რა. ანუ იმაში პანიკაში ვარ და არ ვიცი, რა ხდება, ანუ ვერ გებულობ და აი მოდის ხალხი და მეუბნება იცი რომ აი ამის მერე ესე და ესე იქნება, ესენი მართავნი აქეთ იქნება. როგორ თვითონ არ უნახავთ თვალით. ხო, კაცშულს მაგის ის გამოცდილება არ აქვს, პრაქტიკა არ აქვს რა. კიდე ერთ-ერთ პოდკასტში რომ ამბობდი, აი თითქოს ესე არის. ხვდები, ადამიანები ესე ვცხოვრობ ჩვენო, რაღაცები უეჭველში ვიცით, გულისხმობაში ყველამ რომ ან მინიმუმ ალბათობა ან არის თემა რა. მაგრამ ნუ არის და მორჩა რა დამანებე თავი არ მინდა ჩემი ჭეშმარიტების ძიება და მოდი ესე თითქოს იყოს რომ აი თითქოს ამ კაცმა იცის რომ აი რა არის სიცოცხლის მერე ან თვითონ სიცოცხლე რას ნიშნავს იმენაც დაიჯერა შეიძლება არც უნდა მაგრამ იმენ დაიჯერა რომ აი რაღაცა გაუთხვა და რაღაცა შე რომ მეუნები რომ იძლეოვანი რაღაცა ეს პოზიცია გაუთხვა მე დაჟე მოვიგონებ კიდე რაღაცეებს რომ აი გავამყარო ეს ისა აი რომ მეკითხები რომ მაგალითად სიცოცხლის მერე რა და მე გეუბნები რომ იქ აი ხო ვიცით ერთ მხარეს აი რამოდენიმე რელიგიაში იქ ამბობენ რაღაცა ლომი და ის კრავი ერთად ზოვს იქ ამბობენ რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ სადაც ამბობენ რომ მდგომარეობა სადაც მერქანყოფობა ახლოს ხარ მე რაღაცას მოვიგონებ რომ აა ვიცი იქ ვიქნებით რა მე ჩემი კაი წარმოსახვა მაქვს კონძულზე ვიქნებით რაღაც ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი რაც ჩვენ გინდოდა იქ იქნება თუ არა და სულ კონძულზე ვიქნები სადაც ცეცხლები იქნება ან ცეცხლები დრაკონები იქნებიან და თავებს მოგვაჭრ ანუ ეხლა მე ამას რომ ამბობ ისეთი თემაა რა მაგრამ ამას თუ ავტორიტეტი ამბობს ამას რომ მასა რო უმყარებს აი მაგალითად რა აი პინოქიო ზღაპრები ხო ფიფქია და 7 ჯუჯა რო ლაპარაკობთ რა იქ რაღაცა ცხენი საუბრობდა ის რაღაცა დაფრინავდა დათვი ხო ამაზე ხა რომ მოუყვედა ეს ესე იყო ხო იტყვია რომ გიჟიაო მაგრამ აი იმას რომ ამბობ რომ ბუჩქი ლაპარაკობდაო აი ბიბლიაში რომ ბუჩქი ელაპარაკებოდა ხო
ну ეს აქსიომაა და მორჩა დამთავრდა, ეს არ განიხილება რა. ხო და აქედან გამომდინარე, აი ესა, რომ მე რაც ავტორიტეტი მოდის იქიდან, რასაც მე ვერ ხედავ რა, ანუ რაც ჩემს მიღმა და რისიც მე შინია. რაც არ ვიცი. ნებისმიერ რამე რაც ვიცი, უკვე ავტორიტეტი აღარ მყავს იმ საქმეში, იმიტომ რომ მე უკვე ცოდნა მაქვს. ხო. მაგრამ რაც არ ვიცი, ყველაფერში მირჩევნია, რომ სხვას გადავაბარო, ეს პასუხისმგებლობა რა, იმიტომ რომ რთულია როცა ყველაფერს ერთად აკეთებ და ფიქრობ, მაგას დიდი ენერგია და კაი მენტალური მდგომარეობა და სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა ჭირდება. და მარტივია, რომ ვიღაცა შენს ნაცვლად აკეთებს ამ ყველაფერს და თუ იმას არ გამოუვა, არა, შენ თუ არ გამოგივა, იმას რო არ გამოვა, რომ ჩაქოლა ხო სხვა რამეა, მაგრამ შენც თუ არ გამოგივა, მაგ შემთხვევაშიც იმის ბრალია რა. და ეგ ძალიან მარტივია. ხო და ეგ არის ავტორიტეტის ცუდი მხარე, აი კორუმპირება რა არის. ანუ ერთხელ ხო იმას თქვენ დაუჭერა ამოწმე, მე გამგიტყვა რა. მე აღარ მინდა რომ ჩემი თუ იაზროვნო რა, აი სიცოცხლეზე, სიკვდილზე, რა ვიცი, სიყვარულზე. ერთხელ მქონდა ესეთი მომენტი რა, სადაც მანქანების ეგრეთ წოდებულ ბაზრობაზე სადაც ავარ და ტიპი იჩნდება გვერდზე და რაღაც ლაპარაკობს რა ტელეფონით და მამაოს ურეკავს ალბათ რა. მამაო, შავი მანქანა ვიყიდო? აი ხო ხტები, ანუ რა დონეზე შეიძლება რა, რომ დავიდეს ავტორიტეტისადმი მორჩილება რომ ანუ მე ვერ თუ რა ფერის მანქანა უნდა რომ არ გააჩნია ასე. ხო, ანუ წარმოიდგინე რომ აი იმდენად შეიძლება ადამიანი შეშინებული იყოს რომ რაღაც შავში დემონური დაინახა და ურეკავს რომ აი შავი ვიყიდო და რაღაცა. აი აბსურდამდე მიდის რა, იმიტომ რომ უბრალოდ არ მინდა რომ ეს რაღაც ნაწილი, რომელსაც ტვინი ქვია, გავავარჯიშო და აი მე თვითონ გამოცადო რა. რომ აი ვიყიდე შავი მანქანა, 2 დღე არაფერი მომივიდა რაღაცა და მორჩა რა. გავიარო, მაგრამ ნუ მარტივია რა ერთ სიტყვით, ავტორიტეტის ქვეშ, მის ფრთების ქვეშ როცა ხარ, არაფერი არ განაგულებს, არაფერზე არ ფიქრობ, არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებ. ყველაფერზე კითხვა გაქვს და ხა შენთვის გემრიელად რა. აი, ბოლოს კი რა წავიდეთ, ახლა მინდა გისვა იმ კითხვას, რომ შენთვის ვინ არის ავტორიტეტი ამ გადმოსახედიდან? აი, ბოლოს აი ესეთი კითხვა დასვა, რომ აი, რა ვიცი, მე ეგეთ კითხვას ველოდებოდი ბოლოს. ახლა? კი. და რატო? იმიტომ რომ აი ამ ჯერ ვინ და მე გითხარი რატო? ამ ყველაფერში ხარასაც ვლაპარაკობთ, იყო ყველა გარე ავტორიტეტი. ყველაზე უფრო ხა მე რო ვთქვა, აი ლოგიკურად ხო ხალხი ის 47 კაცი ელოდებით, რომ ეს კაცი იტყვისო, რომ აი მე ვარ ჩემი 100 მეტი. ხო, excuse me. ხო, 100 მეტი კაცი იტყვის, რომ ეხლა ეს უეჭველი იტყვის, რომ მე ვარ ჩემი ის ავტორიტეტი და არა. ანუ ეგ ყველაზე დიდი ის არის კიდე საფრთხე, რომ შენ თავი, ანუ შენ თავს, არა, შენი გამოცდილებებია, ხო, შენ თავი ცოტა სხვა რაღაც. აი რაღაცა იმის მოვიგონო, რომ აი მე ეს რახანდა ეს რაღაცები გამოვიარე, მორჩა დამთავრდა, მე ეს ვიცი უკვე. აი ზუსტად მანდ მიჩნდება, რომ სხვას ვასწავლო, აი მე ვიცი. იკითხე რა სიყვარულის ამბავი როგორ რა ის როთა უსტაველი აქ არა ვარ. ან რაღაც ტყივილის ამბავი თუ რაღაცა მოკლედ აი რაღაც ჩემ გამოცდილებაზე მე რო შევიქნა ავტორიტეტი 20 კილოს დაკლების ამბავი. ხო, 20 კილოს დაკლების ამბავი და ასე შემდეგ. მე რო ეს რაღაც შაბლონი ავიღო, ბულინგის ამბავი. ხო, უნდას ბულინგი რომ გამოვლილი და მე რო ხავს დაუწყრო, იცი, აი მე ბულინგი რომ გამოვიხარე და ხო და ვინ არის შენი ავტორიტეტი? კითხვას მოარიდებ თავს და ნუ მივამოუარე. პირდაპირ რო გითხრა, ერთადერთი ადამიანი ყავს, რომელიც რა ებრძოდა ამ ავტორიტეტებს და აი მაგითაა ცნობილი, ეს კაცი აი პირდაპირ ვიტყვი, აი ხარ დაუწყებ შენს. ტრანჭვას რა. ერთი ის იყო რა, ინდოელი ფილოსოფოსი იყო. კრიშნამურტი არის, ო, კრიშნა რაღაცებზე არა. ანუ ამ რატო არის რა ავტორიტეტიც ზუსტად ანუ მთელი თავის ცხოვრება მაგაში არის ადამიანმა, რომ არანაირი ავტორიტეტი არ არსებობს, გარდა ანუ აი რასაც ხედავ, რასაც ანუ შენი იმ გონებით უყურებ, იმ გონების შუქზე უყურებ, რომელიც არ არის აი სხვისი ნასწავლი, აი მაგალითად რაღაცა იქიდან წაკითხული, ან ვიღაც ნათქვამიდან გამომდინარე. არც შენი გამოცდილებიდან გამომდინარე. და რატო ამბობს ამას, რომ აი ყველაფერს უყურებ ახლიდან, მე რო ვიცი სიტყვაზე ეს ჩვენერი მაგი და ფარაონის თავიანი, რომელიც აქ ვიტყას, ხო, ამაზე უკვე წარმოდგენა მაქვს, უკვე მახსოვრობაში ამის იმიჯი მაქვს. და მე რო ამას უყურებ, მორჩა ჩემი ტვინი აღარ იმაშობა თავს, იტვირთავს, ანუ ახალს ვერ აღვქავ რა.
ანუ საკუთარი თავის ავტორიტეტიც არის ძალიან რთული თემა და ვერ დაეყნობი რა. ცოტა ისეთი მესიჯი კი არის რა. ცოტა ბოლოს კი ცოტა მაგრამ აი მე რა სულ მუდმივად იმაში უნდა იყოს რა ადამიანი რა რაღაცა აი არ წაუგძინო რა ამ ავტორიტეტებში და არ დაკარგო რაღაც ის აი ეს თვისება რა რომელიც გააქვს რომ აი მუდმივობა ის რაწყობობაში ყოფნა რა თორე რა უნდა საპრების დაჯერება ძალიან კაი არის ძალიან კომფორტულია მაგრამ ნუ არ ვიცი ჩემში არ არის და ნუ კონკრეტულად ეგაცი არის რა ავტორიტეტი არა უბრალოდ აი მაგის გავლით და არა მაგითი დავინახე მაგ ადამიანს რომ ავტორიტეტი არ არსებობს რა უბრალოდ რა ვერ დაეყნობი ვერავის აბსოლუტურად და ანალოგიურად მეც უნდა დაგისვათ ჰა ჩვენი რომ არის საჭირო ვინ არის თქვენი ავტორიტეტი მე ძიებაში ვარ საკუთარი თავის შესაბამისად ავტორიტეტის ძიებაში ვარ არ გამეჩნია ავტორიტეტი აი ეს უხეშად თან ბევრი ავტორიტეტი შეიძლება მყავდეს კონკრეტულ რაღაცაებში თუმცა იმიტომ რომ ამ ეტაპზე რაღაცნაირად საკუთარი თავის გაცნობა მაქვს მიზნად თავის და უნდობლიეთ მოხდა ალბათ აი ის ავტორიტეტები და რაღაცებიც ფასდება რა ნენელა ჩემში აქამდე აი გუშინ ვინც ყავდა ავტორიტეტად პირობითად ის აღარ არის დღეს ავტორიტეტი და შეიძლება ვინც არავინ არ იყო გუშინ ის შეიძლება ხვალ ჩემი ავტორიტეტი გახდეს ეგრე ყველას როგორც შენგან განსხვავებით ეს ხელს ვერ მოусვენ ანუ ავტორიტეტი ცოტა ისეთი ანუ ავტორიტეტს არ ნიშნავს მაგრამ უფრო ნიშნავს რომ აი ვის აზრს გავითვალისწინებ და ეგ სხვა რამე არა ეხლა შეიძლება მე რაღაც არ ვიცოდე და დავურეკო ვიღაცას ეს მანქანა ვიყიდო თუ არა იმიტომ რომ არიცი ეგ მაგას მე ავტორიტეტად ვერ ვთვლი რა რომ იმის აზრი მაინტერესებს საქმეში თუმცა აი ცხოვრებისეულად აი 33 წლის მანძილზე ავტორიტეტი ჯერჯერობით ვინც არ ჩამიხსნია გონებიდან ეს ავტორიტეტი როგორც კარგი ადამიანი რაც ამ უნდა ხო გასაკვირი იყოს შენთვის და ყოველთვის ამ ძალიან იყო ყოველთვის იესო როგორც ადამიანი რო აი რაღაცები აფეთქებები რო ერთ ჩემში და რაღაცა გაბრაზება ან რაღაცა მე მახსენდება რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო ის არ იყო პირდაპირ ღმერთი და რაღაცნაირად მან თუ შეძლო ყველას შეგვიძლია ანუ ეგ არის ჩემთვის ავტორიტეტი მაგ შემთხვევაში რომ აი მე თუ ვიცი რომ იმან ეს ყველაფერი შეძლო ანუ როგორც ადამიანმა არ არსებობს რომ მე ვერ შევძლო რამე როგორც ადამიანი და ანუ ეგ მაგ ხრივ ავტორიტეტია რომ მე მაიძულებს რომ საკუთარ თავზე ვიმუშაო სულ და საკუთარ თავზე ვიფიქრო და საკუთარი თავი განვავითარო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის გაკეთება ვცადო იმიტომ რომ პროცესში ვარ რა მე არ ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია და ალბათ ვერასდროს ვერ გავხდები მაგრამ მე ხო ეს პროცესი ხო მაქვს დაწყებული მაქვს ჩემ თავში ძალიან ცოტათი რომ აი მოდი ეს ვცადოთ იმიტომ რომ გამოგივა ანუ 100 ჯერ ცადე 101 მაინც გამოგივა და ანუ მაგ მხრივ არის ავტორიტეტი რომ მე ყველაფერი შემიძლია და ჩემი შესაძლებლობები არ არის შებოჭილი და ამისთვის არ მჭირდება ვიღაცეები ან რაღაცეები ჩემი თავის გარდა ხო ანუ ავტორიტეტი უფრო სიმბოლო არის რაღაცის გამოსვლის. ხო, ეს კონკრეტული თითის დამქნევი ავტორიტეტი საერთოდ არ აქვს. იმიტომ რომ აი მაგაში ბასრად შეგედავებოდი, რომ ჯერ აიცი რომ გამოუვიდა და მე რა გამოუვიდა კიდე ეგ არის საკითხავი, ხო? არა მე შესაძლებლობების და როგორც ადამიანს განვიხილავ. კი. როგორც ადამიანს განვიხილავ. აი ხო და სიმბოლო და ავტორიტეტი ცოტა სხვადასხვა რაღაცაა. ხო, აი ეს თითის დამქნევი ავტორიტეტი არ მყავს თქო მაგითო თქვენ არავინ არ მყავს. ძიების პროცესში ვარ ჩემი თავის და აი ხა ვინც არ უნდა თითი არ მიქნიოს, მე ჩემი თავი რო არ ვიცი, სხვისი თითის დაქნება ვერაფერს ვერ შეცვლის ჩემთვის. შენ გაგიმარჯოს არა ავტორიტეტ უმოგმერთო. ხო და ნუ ეს იყო რა ჩვენი საუბარი ავტორიტეტის შესახებ. შენი არჩეული ზედით? ხო, ჩემი არჩეული ზედით, რომელიც არც ჩანს თუ არა რა. მაგრამ არა აქ არსებითი მნიშვნელობა. მადლობა მეგობრებო. აი გამშვიდობებით და მე შეიძლება გეტყვით, რომ ერთადერთი ავტორიტეტი თვითონ აი სიცოცხლე ცხოვრება. ცხოვრება ერთადერთი ავტორიტეტი. კაი, ხა სანამ კამერა ჩართულია, ვერ შეიძლება დავამატებ, გარდა იმისა, რომ დაგემშვიდობებით. მადლობა ვინც გვიყურებთ ხოლმე. მიხარია რომ ნახვები გაიზარდა და იმედია მაგრამ კაი აშვით ნახვას დავარტყით უკვე. 10
ასათი? ხო, და ეხა ამ ყველაფერზე ისე თავად იმიტომ ვისაუბრეთ, რომ ჩვენ ჩაქოლოს არ გვეშინე, იმიტომ რომ იმასე ადამიანთან არ მგონია რომ ვინმე იყოს ისეთი, ვინც ჩაქოლოს და თუ იყო მოვიწევ პოდკასტში მოვიწევთ ჩაქოლვის მსურველ ადამიანებს. დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდით. გავიც თუ იმას რაღაც ისეთი ისა ხაზრი განსხვავებული. გავცვალოთ აზრები. ჭეშმარიტება ხო კამათში იბადება. თვა ჩაქოლო არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენც ვიქოლინებით.